საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რეზო ინანიშვილის არაჩვეულებრივ მოთხრობაზე ფთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე. მე-20 საუკუნის მიწურულს გამოცხადდა კონკურსი 10 საუკეთესო ქართული მოთხრობის შესარჩევად და ფთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც ალბათ განსაკუთრებულად კარგად წარმოჩნდა რეზო ინანიშვილის როგორც მწერლისა და მოაზროვნის კრედო, მისი დამოკიდებულება ამ სამყაროსთან და მისი სიდიადეც როგორც მწერლისა და შემოქმედისა. ეს ნაწარმოები კეთილშობილთა მოდგმის გადაშენების საფრთხეზე დაგვაფიქრებს. კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს სამყარო მანამ არსებობს, მანამ აქვს მის არსებობას აზრი და ფასი, სანამ კეთილშობილები არსებობენ. როგორც კი კაცობრიობაში უკანასკნელი კეთილშობილი დაიღუპება, სამყარო მაშინვე შეწყვეტს არსებობას. გაგახსენებთ აბრაამის ძმისწული ლოთი, როცა უფალს ეკითხება თუ რამდენი კაცია საკმარისი საიმისოთ, რომ ქვეყანა იდგეს, იგი სწორედ ამ პასუხს მიიღებს, რომ როგორც კი უკანასკნელი კეთილშობილი გამოეცლება სამყაროს, ყველაფერი დაბნელდება და ყველაფერი განადგურდება, რადგან სწორედ აი ამ კეთილშობილთა გულებზე დგას წუთისოფელი ესე და არ შეიძლება ქვეყანა ცოცხლობდეს ან ქვეყანა უფლის თვალში მისაღები და მოსაწონი იყოს, თუ კი ისინი გადაშენდნენ. ამაზე დაგვაფიქრებს რეზო ინანიშვილის ეპიგრაფი, რადგან მოგეხსენებათ, ეპიგრაფი სათაურის ქვეშ მინაწერს ნიშნავს და ეპიგრაფი ყოველთვის გამოხატავს ხოლმე ნაწარმოების მთავარ იდეას. თუ კი მწერალი მიმართავს ეპიგრაფს, იგულისხმება, რომ ამით იგი მიგვანიშნებს თუ რისთვის დაწერა ეს ნაწარმოები და რა მიზანი ჰქონდა. ეპიგრაფი ასეთია: ვიტგენშტეინი, რუსული თავადური მოდგმა, ამჟამად გამქრალი. და იმოწმებს იგი ბროკჰაუზისა და ეფრონის ყველაზე ცნობილი ლექსიკონიდან, რომელსაც იცნობს მსოფლიო. აი ამ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ამჟამად გამქრალი ყველაზე უფრო ტკივნეულია, რაც კი შეიძლება ვიტგენშტეინებზე დაიწეროს, რადგან ხვდება მკითხველი, რომ ვიტგენშტეინები სწორედ ის საუკეთესოები არიან, რომელთა გარეშეც მარილი მოაკვდება ამ წუთისოფელს. მოციქულები რომ გააგზავნა დედამიწაზე საქადაგებლად, უფალმა მათ სწორედ ეს უთხრა: თქვენ ხართ მარილნი სოფლისანი და თუ ეს მარილი განქარდება, აღარ დამარილდება სიმყრალე ამ სოფლიურიო. ვიტგენშტეინები და მისნაირები სწორედ ისინი არიან, რომლებმაც ამ სოფლიური სიმყრალე უნდა მოანელებინონ კაცობრიობას და უფალს უნდა მოაწონონ, სხვა მხარეს უნდა გაახედონ უფალი. გარდა იმ უბედურებისა და ტკივილისა, იმ უმარილობისა, მათ მარილიც უნდა დაანახონ და სიკეთეც, რომელიც ამ ქვეყნად არსებობს, მათნაირი ადამიანების ხელში. ასეთი იყო სწორედ ალუდა ქეთელაური. ასეთი გახლდათ იგი ჯემალ ქარჩხაძის იგიდან. ასეთია ჯოყოლა თუ ზვიადაური სტუმარ მასპინძელში. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშეც სამყაროს ნამდვილად არ აქვს ფასი. სწორედ ასეთია ვიტგენშტეინი, დღეს სამწუხაროდ გამქრალი. ძალიან დიდი ტკივილით შენიშნავს ამას რეზო ინანიშვილი. რა ხდება ამ არაჩვეულებრივ მოთხრობაში? ვიტგენშტეინი მგზავრობს ჩვეულებრივად. უპირველეს ყოვლისა მას გვაცნობს, როგორც განსაკუთრებულს რეზო ინანიშვილი. თავადი ვიტგენშტეინი გარეგნულათაც არაჩვეულებრივია, პაშადადიანის ნათესავი და შიგნითაც, ბუნებითაც ეს ადამიანი არის ისეთი, რომელსაც სულიერი და გარეგნული მშვენიერება შეუზავებია ერთმანეთისთვის და რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი წარმომადგენელია კაცთა მოდგმისა, რომელზეც მართლა შეიძლება თქვა, რომ ის არის საუკეთესო, ის არის რჩეული. მას არ უყვარს ვინმეს ზედმეტად შეწუხება, იგი კულტურის განსახიერებაა ნამდვილი და კონფლიქტი იძაბება და იწყება მაშინ, როცა მატარებელში, რომლითაც ვიტგენშტეინი მგზავრობს, ამოდის გენერალი მეძავ ქალთან ერთად. ვიტგენშტეინი მაშინვე თვალს არიდებს მათ, რადგან ისინი ერთმანეთისთვის ორი საპირისპირო პოლუსი არიან. პოლუსი სიკეთისა და კეთილშობილებისა და პოლუსი იმ ეგოიზმით სავსე ადამიანებისა, მიწისკაცებისა, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტად ამოიგანგლონ მიწიერ ტალახში და რაც შეიძლება მეტად მიიღონ ის ბედნიერება თუ სიტყვება, რომელსაც მათ წუთისოფელი უმზადებს. სხვა მათ არაფერი არ უნდათ. სწორედ ასეთია
ეს ადამიანი გენერალი და ვიტგენშტეინი შენიშნავს. მას სახეზე ეწერა. ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც თავისი ბრძანებები თავის სამხედროებთან, რომლებიც მას ექვემდებარებიან, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გადაჰქონდა და ეგონა, რომ აი ასე უნდა ებრძანებინა ყველასთვის, ვინც გზად შეხვდებოდა, ან ვისთანაც მას რაიმე ტიპის ურთიერთობა ჰქონდა. გენერალი არავის ერიდება, მას ჩვეულებრივ ურთიერთობა აქვს აი ამ ქალთან, რომელიც თავისი კმაყოფილებისთვის შეიყვანა ამ მატარებელში და სრულიად არ უწევს ანგარიშს იმას, თუ ეს ვის მოეწონება ან ვის არა და ვინ როგორი ურთიერთობით შეხვდება ამ მომენტს ან რა მოეწონებათ მისი საქციელიდან და რა არა. გენერალს ეს არ აინტერესებს. წყვილი განმარტოვდა კუპეში და ვიტგენშტეინი ამოისუნთქებს, რადგან იგი ჩათვლის, რომ აი ამას აერიდა, ანუ მას არ გააღიზიანებს ამ წვილის ხმამაღალი სიცილი, ხორხოცი, სრულიად დაურიდებელი ურთიერთობა და ისეთი გამაღიზიანებელი ურთიერთობა ყურადღების მიქცევა თავიანთი განსაკუთრებული ქმედებით და ანუ გააღიზიანება საზოგადოების, მოკლედ რომ ვთქვათ. ვიტგენშტეინი ამაზე ღიზიანდება, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს. თავიდან იგი ცდილობს, რომ ამას ყურადღება არ მიაქციოს. მაგრამ მდგომარეობა იძაბება მაშინ, როცა დილით გამოსული გენერალი და მეძავი ქალი უკვე ფანჯარასთან მდგომარენი ხორხოცებენ და გენერალი გავაზე ხელს დაჰკრავს ქალს. ეს არის ის, რაც სრულიად მიუღებელია ვიტგენშტეინისთვის. ამიტომაც იგი უკვე თავს ვეღარ იკავებს, მისი პიროვნული ღირსება შეურაცხყოფილი ამ შემთხვევაში და იმართება დიალოგი, რომელიც ვიტგენშტეინის სიცოცხლის ფასი აღმოჩნდა, მაგრამ სხვანაირად მოქცევა მას არ შეეძლო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არის ჩვენგან გასათვალისწინებელი ერთი რამ, რომ ვიტგენშტეინებსა და მის ნაირებს შერცხვენილ სიცოცხლეს ნამდვილად ურჩევნიათ სიკვდილი. უკეთესი ხომ არ იქნებოდა მეტი თავშეკავებულობა გამოგეჩინათ გენერალო. გენერალი შეკანდა. ეს როგორ? მე მამაკაცი ვიდექი თქვენს გვერდით, ეუბნება ვიტგენშტეინი. და რაც ამას მოსდევს, გენერალმა ვიტგენშტეინის თვალებს ვერ გაუძლო. მამაკაცი? იკითხა დაბნეულმა. ანუ აი ეს რაც ხდება, გენერლისაგან არ არის შეურაცხმყოფელი, ანუ მას არ სურს, რომ ვიტგენშტეინს შეურაცხყოფა მიაყენოს. უბრალოდ იმდენად დაიბნა ამის გამო და იმდენად დაიბნა იმ არგუმენტით, რომელიც მას ვიტგენშტეინმა უთხრა, რადგან მისთვის სრულიად გაუგებარია, რომ საზოგადოებაში სხვანაირად უნდა მოიქცეს და არ შეიძლება თავისი ვნება ასე ღიად, შიშულად გამოხატოს უცხო ადამიანის თანდასწრებით. და ამით რომ მას იგი გარკვეულად შეურაცხყოფას აყენებს. გენერალი ამას ვერ ითვალისწინებს, მან ეს არ იცის. და სწორედ ამიტომ, როცა უთხრა ვიტგენშტეინმა, რომ მე მამაკაცი ვიდექი შენს გვერდით და ცოტა სხვანაირად უნდა მოქცეულიყავიო, მისგან მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობის მანიშნებელია. მამაკაცი, როცა ჩაეკითხა, მაგრამ ვიტგენშტეინმა ეს მიიღო უდიდეს შეურაცხყოფად. ვიტგენშტეინმა მიიღო ისე, როგორც თვითონ მიიღებდა ამას სხვისთვის რომ ეთქვა. ანუ მან მიიღო ასე, რომ მის მამაკაცობაში ეჭვი შეეპარა ვიღაცას, ეს ვინც გინდა ყოფილიყო, ამიტომაც მოწყვეტით ტკიცა სილა. მომენტალური რეაქცია ჰქონდა ასეთი. პირველსავე სადგურში ჩავალთ და ვესვრით ერთმანეთს. გასაოცარია როგორ იქცევა გენერალი. გენერალმა ლოყაზე ხელი ჩამოისვა. აზრათაც არ მოსვლია, რომ საპასუხო სილით დაემშვენებინა ასე ბრჭყალებში, რომ ვთქვათ, ვიტგენშტეინი, არამედ პირიქით, ბორძიკით წარმოთქვა. იმდენად დააფრთხო იგი ვიტგენშტეინის ასეთმა რეაქციამ. ეს ქალი ამ ქალის გულისთვის არ ღირს. მას არ ესმის, რომ პირადად თვითონაც არის შეურაცხყოფილი სილით. მას გონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქალზეა საუბარი. ვიტგენშტეინმა ისევ ცივად უთხრა, მე არ ვიცი ეგ. დამთავრდა, ესე იგი, დუელი შეთავაზებულია და დუელი უნდა შედგეს. მაშინ გენერალი ისევ უკან დასახელ ხვრელს ეძებს და ცდილობს შეაშინოს ვიტგენშტეინი. ნაუმოვი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვსვამ. და გასაოცარია რეაქცია ვიტგენშტეინის, მით უკეთესი თქვენთვის. ხვდებით, ესე იგი, როგორ ვაშკაცურად ხვდება იმას, რაც გენერლისგან შეიძლება მოდიოდეს.
მან იცის, რომ გენერალი უთუოდ ესვრის და უთუოდ მოკლავს. თუმცა აი ეს რენკონტრ არის დუელის ესეთი ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრდეს სიკვდილით. და ნაუმოვს ესეც არ უნდა, მაგრამ თვითონ ვიტგენშტეინი რენკონტრ, იმიტომ რომ ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ორი ადამიანი ერთი ცის ქვეშ ვერ იცხოვრებს. ერთ-ერთი მათგანი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ან უნდა დაიჯეროს გენერალმა ნაუმოვმა, რომ იქ სადაც ვიტგენშტეინია, კაცურად მოქცევა ისწავლოს და სხვისთვის ანგარიშის გაწევა, ან არა და თვითონ ვიტგენშტეინი გაეცლება ამ საზოგადოებას. რასაკვირველია, ყველასთვის ჯობია, რომ ვიტგენშტეინი დარჩეს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება ხოლმე. მე როგორც დუელის წესია, ის ვინც გამოიწვევს დუელში მეორეს, იგი მეორეა ყველანაირად. ანუ რადგან თვითონ მოინდომა დუელი, პირველმა უნდა ესროლოს გამოწვეულმა. რასაკვირველია, ნაუმოვი არა აცილებს მას, რასაკვირველია, პირდაპირ გულში მოარტყამს ტყვიას და მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ ფიქრობს ვიტგენშტეინი სიკვდილის შიშზე, იგი მხოლოდ ბოლო სიტყვებს სწერს, სადაც ამბობს, რომ არ დასაჯოთ ეს გენერალიო, რადგან უნდა რომ ამ ქვეყნიდან ვაჟკაცურად წავიდეს, რადგან დუელი მისი მოფიქრებული იყო და დუელი მან შესთავაზა, აი ამიტომ თავისი ხელით, ძლივს, კანკალით, უკანასკნელი ძალის მოკრეფით დაწერა ძვირფასო ნიგ. ყველაფერი წესის ფარგლებში მოხდა. ჩემი უკანასკნელი თხოვნა არ დაისაჯოს გენ და მეტი ვეღარ მოასწრო, თუმცა გასაგები იყო, რასაც ითხოვდა, რომ გენერალი არ დაესაჯათ. აქაც გასაოცარია ნაუმოვის რეაქცია. იგი ქუდმოხდილი დგას და ისე ელოდება, როდის გარდაიცვლება ვიტგენშტეინი, აი როგორც დაელოდებოდა ჭირისუფალი, მას სცხვენია იმის, რაც ჩაიდინა, შეიძლება რომ მას ეს არც უნდოდა, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდება, რომ პილატესაც არ უნდოდა მაცხოვრის ჯვარცმა, მაგრამ იგი ჯვარს აცვა. ხელები დაიბანა და განზე გადგა. ადამიანები იაზრებენ ხანდახან, რომ მათ რაღაც დააშავეს, მაგრამ დიდად არ აწუხებთ ეს ამბავი და არ ცდილობენ, რომ რამენაირად გამოასწორონ მდგომარეობა. ვიტგენშტეინი კვდება, მასთან ერთად კვდება ეს მოდგმა კეთილშობილი ადამიანებისა. გენერალი ნაუმოვი და მისი მეძავი ქალი რჩებიან და კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ბურუსი, მეტი და მეტი ბინდი და ტკივილი შემოდის ამ წუთის ოფელში და თანდათან უფრო და უფრო უხეში, უფრო და უფრო ცივი და უფლისათვის უფრო და უფრო მოუწონარი ხდება კაცთა მოდგმა. რეზოინანიშვილი წუხს ასეთ ადამიანებზე, წუხს ასეთი ადამიანების გაქრობაზე და განსაკუთრებით საინტერესო არის ნაწარმოების ფინალი, რომლითაც ეს ნაწარმოები ნოველა ხდება. რადგან ნოველა იმ ტიპის ნაწარმოებია, რომელსაც აქვს ორიგინალური და მოულოდნელი დასასრული. ნოველას ისიც მოეთხოვება, რომ მცირე ამბავს გადმოსცემდეს, რაღაც მცირე დროში მომხდარს, ამ მხრივაც ეს ნაწარმოები შეესაბამება ნოველის მოთხოვნებს, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელი არის, რომ ნოველას უნდა ჰქონდეს ორიგინალური ფინალი. ნახეთ, როგორია ფინალი. დაუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი. დაუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე. წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა თვალები გაბწყინებული ექნებოდა ახტაცებით. ხედავთ, როგორ ელოდება რეზოინანიშვილი იმას, რომ მისმა ამ ნაწარმოებმა შეძრას მკითხველი და მიახვედროს, რომ არ შეიძლება იოლად გავიმეტოთ ვიტგენშტეინები. რაც მეტ ვიტგენშტეინს გავანადგურებთ, რაც მეტად წავა ეს კეთილშობილთა მოდგმა, მით უფრო მეტად შემოიჭრება ნაუმოვების მსგავსთა საზოგადოება და მით უფრო აუტანელი იქნება დედამიწაზე ცხოვრება. ამას უნდა მიხვდეს მისი ქალიშვილი, ან ნებისმიერი მკითხველი. ეს ჩვენ თვალებსაც უნდა დაეტყოს, ჩვენს განწყობასაც, ჩვენ ფიქრსაც, უნდა მიუხვდეთ მწერალს, მასაც ამისი იმედი აქვს. მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მან კი შეეჭვებულმა მკითხა, ანუ აი ამ გოგონამ, რომელზეც ამოწმებდა ხოლმე, რამდენად მოქმედებდა მისი ნაწარმოები მკითხველზე.
ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა? ეგ იყო და ეგ. ანუ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი რითაც დაინტერესდა ქალიშვილი, გახდათ ეს, როცა დამბაჩამ გაისროლა და ჩაიკეცა ვიტგენშტეინი, ყვავები იქვე ისხდნენ ხეზე და ისინი დაფრთხნენ. კი ერთადერთი საინტერესო ამ გოგონასთვის არის აი ეს, დაფრთხნენ თუ არა მართლაც ყვავები, ანუ დამბაჩის ხმა მათთვის მოულოდნელი იქნებოდა თუ არა და ისინი აფრინდებოდნენ თუ არა. ეგ იყო და ეგ, ის მწარე დასკვნა რეზოინანიშვილის, რომლითაც გვეუბნება ჩვენ, რომ სწორედ მაგითი ვხოცავთ ვიტგენშტეინებს და აი მაგ გზით ვხუჭავთ თვალებს მათ განადგურებაზე, რომ ჩვენთვის ყვავების აფრენა, მოფრენა, დაფრთხობა თუ ჩხავილი უფრო საინტერესოა, ვიდრე ვიტგენშტეინების სული, მათი ფიქრი და მდუმარება. აი ამიტომაც არის, რომ ამ ნაწარმოებს რეზოინანიშვილმა დაარქვა ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე. რომ ჩვენთვის გაეგებინებინა, რამდენად უსამართლოა კაცობრიობა თავისი რჩეული, ღირსეული შვილების მიმართ და რომ იმ დღიდან მოყოლებული მაცხოვარი ჯვარს რომ აცვეს, არა და აღარ დამთავრდა კეთილშობილთა განადგურება. ვერა და ვერ ისწავლა ადამიანმა თავისი ღირსეული ძმის, ღირსეული მამის თუ ღირსეული შვილის ფასი და ვერ ისწავლა ის როგორ დაეფასებინა. აი ამიტომაც ვიტგენშტეინიც ისევე წავიდა ამ ქვეყნიდან გულნადგენი და თავის თანამემამულეებზე გულდათუთქული, როგორც წავიდა აუდა ქეთელაური. და ეს სიტყვები ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზდიან დედანიო, აუდა ქეთელაურმა რომ დაგვიტოვა, ნაუმოვისთვის ისევე გაუგებარია, როგორიც გაუგებარი აღმოჩნდა ეს ხევისბერი ბერდიასთვის, ან რომელიმე შატილელისთვის, რომელსაც ალუდა უქადაგებდა. ნაუმოვები და მისნაირები უნდა მიხვდნენ, რომ მარტო მათი არ არის სამყარო, უფრო მეტიც საერთოდ არ არის მათი სამყარო. სამყარო თუ არსებობს, სწორედ ვიტგენშტეინების გამო არსებობს და დედები მარტო მათ ზრდიან. დანარჩენები არსებობენ, ისინი კი ცხოვრობენ, ისინი ფიქრობენ, ისინი უფლისაკენ იყურებიან და სამყაროც ვიტგენშტეინებისაა და არა ნაუმოვების. გმადლობთ ყურადღებისთვის.